სალამ ირაკლი, ძალიან მიხარია შენი სტუმრობა. ძალიან ბევრი თემაა, რაზეც შეიძლება შენთან სალაპარაკო გქონდეს და გვაქვს კიდევაც სალაპარაკო. ვინც გვიცნობს, იციან, რომ თანამოაზრეები ვართ, სოფხედველობრივად იმ დონეზეც, რომ აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებლები ვართ. ეს ბევრ ამას ნიშნავს, ვინც აინ რენდი და ობიექტივიზმი იცის რა არის, მაგრამ დღეს განსხვავებულ თემაზე შევიკრიბეთ. სასაუბროთ და ისრაელთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისრაელთან აი ამაზეც ვისაუბროთ, რა კავშირი გაქვს და რატო ასოცირდები ბევრისთვის ისრაელის ხსენებაზე და ჩემთვისაც საინტერესოა აი შენი დამოკიდებულება ისრაელზე, რას როგორ უყურებ და რატო გაქვს ეს მიდგომა, როგორიც გაქვს. დიდი მადლობა, რომ ახლა. მადლობა მოწვევისთვის და ვფიქრობ საინტერესო თემა გამომაყურებლისთვის. მართალია ლაივ კითხვების დასმის საშუალება არ არის, მაგრამ მე კომენტარებში არის ხოლმე ყოველთვის კითხვები და ესეც საინტერესო იქნება და შეგვიძლია ზოგადად ვისაუბროთ ბევრ რამეზე ხო, რაზეც არის მუდმივი შეკითხვები, მუდმივი პროპაგანდა და გავცეთ რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ამ შეკითხვის პასუხი ქართულ კონტექსტში მათ შორის, იმიტომ რომ ხშირად ქართულ კონტექსტსაც უკავშირ საქართველოს ისტორიასაც უკავშირებენ ხოლმე ისრაელს, რადგან ჩვენთანაც თქვათ ჩვენს ერთგვარად დიდი პერიოდის განმავლობაში ომში ვიყავით ჩართული და დღემდე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველთვის არის ხოლმე ეს რაღაც კავშირები და ძალიან ბევრი თემა, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო, აი თვითონ Facebook page-ზე შენთან რო შემოხვიდე, აი ისრაელ ხაი გიწერია. აი ეს რას ნიშნავს? აი რას ნიშნავს ეს გამოთქმა და თვითონ აი ეს აფიშირება ამისი რას ნიშნავს შენი მხრიდან? ამ ისრაელ ხაი, no people, ისრაელთან არის არა ქვეყანასთან უშუალოდ, არამედ people of Israel, ხო, ისრაელის ხალხთან. ისრაელის ხალხი ცხოვრობს, ისრაელის ხალხი იცხოვრობს და ეს ალბათ ამ თქვათ ამ ხალხის ისტორიიდან არის წამოსული, რომ მუდმივად ეს მთელი ისტორიის განმავლობაში ამ ხალხს უწევდა რაღაც გარკვეული გადარჩენისთვის ბრძოლა, მერე გადარჩებოდნენ, მერე ისევ ახალი თავისატეხი მოდიოდა, გადარჩებოდნენ. დღემდე ხა 21 საუკუნემდე ეს პროცესი რაღაც ესე მიდის, ხო, რაღაც გარკვეული ეს ხალხი ცხოვრობს, სადაც ცხოვრობს მასთან გამკლავება, გადარჩებიან, ცხოვრობენ და არ თავდება დაწყებული ეს ძალიან ძველი ისტორიული მოვლენებიდან, ხო, თუნდაც ეგვიპტიდან რო დავიწყოთ, ან მე შემდგომში იერუსალიმიდან ამ ხალხის განდევნა გაყრა, შემდგომ ევროპული ჰოლოკოსტი და მანამდე შუა საუკუნეებში არსებული ვითარება და დღეს წამოსული თქვათ თვითონ ისრაელის ომი, ისრაელში მიმდინარე ომები და 7 ოქტომბერი თუნდაც, ხო, ყველა რაღაც გარკვეულ პროცესში არის ყოველთვის ეს, რომ ისრაელის ხალხი მათ ემუქრება რაღაც ეგზისტენციალური საფრთხე, იბრძვიან, გადარჩებიან და ნუ ეს რაღაც გარკვეული ტერმინი ამ პროცესს იმუშავება, რომ ისრაელის ხალხი იცხოვრებს და მუდმივად სიცოცხლისკენ იქნება მიმართული ამ ხალხის როგორც ესეთი რაღაც გარკვეული ტომის ასე ვთქვათ, თელი ცხოვრება მიმართული, იმიტომ რომ დღეს თუ ხარ ვთქვათ ისრაელის ხალხი, ფაქტობრივად ყველგან გიწევს ამ გადარჩენისთვის ბრძოლა, ხო, ერთგან შეიძლება გიწევდეს ფიზიკური ბრძოლა, მეორეგან შეიძლება გიწევდეს შენ საზოგადოებასთან ბრძოლა, იმიტომ რომ განსაკუთრებით დღეს ნახულობთ ხო, ეს ანტისემიტიზმის შემთხვევები არის ფაქტობრივად ძალიან გაზრდილი, ძალიან ბევრი ძალადობა ევროპაში იქნება ეს თუ სხვა ქვეყნებში და ნუ ეს მოტივი ერთგვარად გეხმარება შენ, რომ მუდმივი ორიენტირება გქონდეს სიცოცხლისკენ, რომ გადარჩე და რაღაც ერთგვარი შენთვის მოტო და რაღაც წამოხარისებელი ფრაზა იყოს, რაც ბევრი გვაქვს ხო? აი ანტისემიტიზმი ახსენე და აი ხშირია ხო, აი ეს ანტისემიტური შემთხვევა და ხშირია, რომ იგივე ახალგაზრდები აი სრულად გაუაზრებლად რაღაცნაირად აი ამას ეგებიან თქვათ რაღაც იდეებს, პროპაგანდას და ძირითადად არის ეს ანტისემიტური განწყობა, სადაც ხშირად ხდება. აი შენ შემთხვევაში პირიქით არის ხო, რაღაცნაირად ხიბლი ქონდა ისრაელს და აი რა იყო განსხვავება, აი როდის
როდის მოხდა და აი რატომ მოხდა, რომ აი ამ კუთხით, აი ანტისემიტური განწყობა გასაგებია, რომ საქართველოში ხშირად არ არის ხოლმე, მაგრამ უცხოც არ არის, ხო, მათ რაღაც განსაკუთრებული. ყოველ შემთხვევაში აი ეს დამოკიდებულება, რაც შენ გაქვს, ესეც ვთქვათ, რაღაც გამორჩეულია თვალშისაცემია და აი რა რითი იყო გამოწვეული ის, რომ ვთქვათ, გამოარჩია ისრაელის სახელმწიფო და ხალხი და მათი ეს რა თვისება იყო ეს აი რამაც ანტისემიტიზმი ალბათ საქართველოში რაც არის, რასაც ხვდები, ძირითადად არის ან საბჭოთა გადმონაშთი და საბჭოთა კავშირი ასოცირდება და მე მაქვს ძალიან ბევრი ნაკვლევი ამ მიმართულებით, თქვა საბჭოთა კავშირი თავის პროპაგანდით, მედია პროპაგანდა იქნებოდა ეს თუ საზოგადოებრივი პროპაგანდა, როგორ ახდენდა ანტისემიტიზმს, ხო და დღეს ის რაც დაკავშირებულია ეს რაღაც ებრაული ლოჟა მართავს სამყაროს და თქვათ ებრაულ სიონიზმი არის ის რაც თქვათ ანადგურებს ამ თქვათ ნებისმიერ საკითხსაც ისინი ამოიჩემებენ ეს იდეები არ არის დღევანდელი ეს იღებს საბჭოთა პროპაგანდიდან სათავეს ხო ის არსებობდა რაღაც სიონისტური ჯგუფი რომელიც მართავდა სამყაროს ეს საბჭოთა იდეა არის და საბჭოთა კავშირი ახდენდა ამის ასე ვთქვათ ფეხმოკიდება საზოგადოებაში მათ შორის საქართველოშიც და თქვენ რო ნახოთ ის თქვათ ძველი ჟურნალ-გაზეთები ყველა ამ პროპაგანდას იმეორებს თავდაპირველად არა, მაგრამ შემდგომში როცა ისრაელი უკვე არ ყალიბდება საბჭოთა კავშირის მეგობარ სახელმწიფოდ, არამედ ყალიბდება. თავიდან ეხმარებოდა კიდევ. ხო, სტალინის პერიოდში ეხმარებოდა და მიიჩნევდა სტალინი, რომ ეს ისრაელი იქნებოდა რაღაც გარკვეული საბჭოთა ტიპის სახელმწიფო თავისი სოციალიზმით, იმიტომ რომ ისრაელის დამფუძნებები სოციალისტები იყვნენ, მემარცხენეები იყვნენ და ეს იდეა ჰქონდა სტალინის, მაგრამ შემდგომში ეს გეგმა რო ჩავარდა და უფრო ამერიკა გაიხადა ისრაელმა პარტნიორად, სრულიად შეიცვალა ეს მოცემულობა და ის ძველი რაც აი ტროცკის პერიოდში რაც იყო ანტისემიტური გამოსვლები ხო ლენინის დროს თქვათ აი ჟურნალ-გაზეთები რო ნახოთ უფრო რელიგიური ტიპის ებრაელობასთან დაკავშირებული ეს მე კიდევ დაბრუნდა და თქვათ გაიზარდა და მეორე ასევე არის და ქრისტიანული ანტისემიტიზმი რომელიც ასევე რუსეთიდან მოდის და ხშირად ხვდები ხოლმე ამ რაღაც რუსულ პროპაგანდაში ზუსტად იგივე მესიჯები მე აქ როგორ გადმოდის ისრაელთან მიმართებით რომ თქვათ ებრაელები როგორც ქრისტეს რაღაც მკვლელის წარმოჩენა ხო რაღაც ну სისულელი ფაქტობრივად იმიტომ რომ ქრისტეს ებრაელი იყო და ეს ფაქტობრივად ერთ საზოგადოება და ეს არ შეიძლება რომ რაღაც შენ ერთი ჯგუფი აიღო და მე ამის იძულვილი დააბრალო იქ კონკრეტული ერთი ადამიანის შემთხვევას მაგრამ დღეს ანტისემიტიზმმა კიდე სხვა სახე მიიღო ეს არის რომ რაღაც ნაწილი ხალხის თქვათ უფრო მემარცხენე ჯგუფები ამბობენ რომ ისინი ანტისემიტები კი არა არიან ანტიისრაელები, მაგრამ შემდგომში, როდესაც ვინმე ებრაელი გამოვა, რომელსაც შეიძლება ისრაელთან საერთოდ კავშირი არ ქონდეს, ხო, ისრაელი არის ერთი და ვთქვათ, შეიძლება იყოს ებრაელი და ისრაელის მოქალაქეობა საერთოდ არ ქონდეს. ეს ადამიანები როგორ ხვდებიან ძალიან ბევრ წინაღობას და ეს ადამიანები როგორ ხვდებიან მსხვერპლი, ვთქვათ, ისრაელის გამო, ხო? და ესეც ფაქტობრივად ანტისემიტიზმია, იმიტომ რომ არ იმიჯნება აქ, შენ თუ ნამდვილად მიჯნავ ამას, ხო? და თქვათ ამბობ რომ ისრაელს ებრძვიდა არა ებრაელს, მაშინ ეს მიჯნა უნდა იყოს გაკეთებული. ამ შემთხვევაში ეს არ არის და აი რომ ნახოთ რავი ძალიან ბევრი ინფლუენსერი ებრაელი რომელიც შეიძლება ისრაელში საერთოდ არ არის ნამყოფი და რავი ნიუ-იორკში ცხოვრობს ბავშვობიდან ბოლომდე, მათ ვიდეოებზე ეს ანტისემიტური შეტევები ყოველთვის არსებობს და ხო ეს უკვე ანტისემიტიზმია და არა ისრაელის წინააღმდეგ. ჩემი დაინტერესება უფრო ალბათ გამოვიდა მორალური პოზიციიდან და მე არა მარტო ისრაელს, არამედ ეს უკრაინას, თაივანი და ეს თელი რაღაც გარკვეული სახელმწიფოთა კომპლექტი, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისკენ და მათი მოწინააღმდეგე არის ფაქტობრივად სრულად ამორალური ძალები და ავტორიტარული მმართველობები, ჩინეთი, ირანი, რუსეთი და მთელი ეს ისლამური სამყარო, რომელიც ისრაელს ებრძვის. შესაბამისად, რავი, მნიშვნელოვანი მგონია, რომ როცა ხარ ამ იდეებით დაინტერესებული, თავისუფლების იდეებით დაინტერესებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი მორალური პოზიცია დაიკავო და მხარი დაუჭირო ამ კონკრეტულ ჯგუფებს, იქნება ეს უკრაინა და საქართველოს შემთხვევაში ამაში პრობლემა არ არსებობს და ჩვენი საზოგადოება ძალიან უჭერს მხარს უკრაინას და ეს ცხადია. ისრაელის შემთხვევაში აქ
უფრო გაიყო, ხო, რაღაც ძალიან დიდი ნაწილი უჭერს ისრაელს მხარს. აქაც მე ამაზე სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ეს გაყოლის პროცენტულობა ნაკლებია ძალიან, მაგრამ ამაზე შეგვიძლია ვისაუბრო, ვინ რატო უჭერს მხარს და რატომ შეიძლება ზოგიერთი მხარდაჭერა პირიქით ჩემი აზრით დამაზიანებელი იყოს ვიდრე და ირაციონალური იყოს ვიდრე საქართველოში გულისხმობთ ნებისმიერგან, მაგრამ საქართველოშიც. და მესამე, თაივანზე, არ არის ხა წარმოდგენები ბევრი, არ აქვს ხალხს ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი უმრავლესობა საქართველოშიც იმდენად პრო-დემოკრატიისკენ, რაღაც გარკვეული განვითარებული იდეებისკენ არის მიმართული, რომ ძალიან უმარტივდება ჩვენ საზოგადოებას დაინახოს, რომ კონფლიქტში ვისკენ უნდა დაიჭიროს ხარი, ხო? არა იმისკენ, ვინც ინდივიდს ებრძვის და ინდივიდის სრულ დაჩაგვრას ლამობს და შემდგომ რაღაც გარკვეულ უფლებებს იჩემებს საერთაშორისო არენაზე, არამედ იმ სახელმწიფოებისკენ, რომლებიც მეტნაკლებად იდეალური შეიძლება არ არიან უფლებების მხრივ უკრაინავად, თუნდაც ხო არ არის იდეალური სახელმწიფო უკრაინას ვერ ვიტყვით, რომ იქ უფლებები ისე დონეზეა, როგორც თქვა, დასავლეთ ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ისრაელშიც მეტნაკლებად არის, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრობლემები და გამოწვევები, მაგრამ შედარებას არ შეიძლება თუ ისებრძვიან ეს სახელმწიფოები რუსეთის, ჰამასის და პალესტინის სახით, ხო? შესაბამისად, მნიშვნელოვანი მგონია მხარდაჭერა სწორ მორალურ პრინციპებზე. ამით ერთი რომ კონკრეტულ ამ სახელმწიფოებს უჭერ მხარს და მეორე რომ ამ მორალურ პრინციპებსაც უჭერ მხარს და საზოგადოებას სწორ მორალურ მესიჯებს აძლევ თუ რა არის მნიშვნელოვანი ინდივიდის და სახელმწიფოს ურთიერთობაში, რა არის მნიშვნელოვანი იმაში თუ როგორ უნდა შევაფასოთ ზოგადად თუ რა ხდება თქო ომებში, რა ხდება კონფლიქტებში და რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ყოველთვის სწორი მხარის დაჭერა იყოს მორალური და მორალურ ფუნდამენტზე იყოს დაშენებული ეს ჩვენი თქო შეფასებები ომზე და ჩვენი შეფასებები თქო კონფლიქტებზე, ხო? ჩვენ რატო უჭერთ უკრაინას მხარს? იმიტომ რომ რუსეთი ჩვენი მტერიც არის, მხოლოდ ამიტომ თუ იმიტომ რომ ისინი მორალურად სწორები არიან, ხო? ჩემი აზრით მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირველი უფრო სწორედ თქვა რომ საერთო მტერია, მაგრამ პრაგმატული ინტერესია. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მორალური არგუმენტი, როდესაც რამე გადაწყვეტილებას ვიღებთ, იმიტომ რომ მხოლოდ პრაგმატულად მიდგომამ შეიძლება საბოლოო ჯამში დაგვაზიანოს და რაღაც ჩვენ სწორ მორალურ პრინციპებს არ დავაფუძნეთ ჩვენი წარმოდგენები პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამით ვარღვევთ რაღაც გარკვეულ სისწორეს ხაზს და შემდგომ შეიძლება არასწორი წარმოდგენები შეგვექმნას სხვადასხვა კონფლიქტებზე, ხო? და ამ შემთხვევაში, ისრაელის შემთხვევაში არასწორი მიდგომა და არასწორი პოლიტიკა, რასაც ბევრი პროისრაელიც აკეთებს, არის ისტორია და ისტორიაზე ხაზგასმა. და ეს ისტორია არ იწყება 48-ში, ეს ისტორია იწყება 2000 წლის წინ, ხო, რაზეც არის საუბარი და შეგვიძლია ამაზე ხო, ისტორია არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ისრაელის შემთხვევაში, ხო, მიყავთ ისტორია. რამდენად არის საერთოდ მნიშვნელოვანი ამას კითხავდით თვითონ ახლა ისტორიულ წიაღისეულებში რო არ წავიდეთ და ეს მან ყوان მართლის გარკვევა ისტორიის რამდენად არის აი რა ისტორია რა ჭრილში უნდა განიხილო ისტორია რომ იყოს აქტუალურად და რაღაც გავლენა კონდეს იმაზე თქვა ყوان მართლის გადაწყვეტაზე აი რა მანძილის ისტორია არის ის რასაც აქვს მნიშვნელობა შენ რას ფიქრობ ჩვენ ახლა რასაც ვსაუბრობთ შეიძლება საერთაშორისო ნორმებში სხვანაირად არის გაეროს დადგენილებებში სხვანაირად წერია, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს რა იქნებოდა სწორი მიდგომა, ხო? ანუ როგორ შევაფასებ რაღაც კონკრეტულ მოვლენას და სწორი მორალური მიდგომისთვის რომ ჩვენ დავეფუძნოთ ისტორიას, თქვა უხსოვარი დროიდან, თუ ვინ ცხოვრობდა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მერე ვის ხელში იყო და ეს უყვართ ხოლმე ხო ანუ ადამიანებს რომ რა ხდებოდა 1948 წლამდე რომ იქ არ არსებობდა არც პალესტინა და პალესტინური რაღაც სახელმწიფო და იყო თქო ბრიტანეთის მანდატი მერე იქამდე იყო ოსმალეთის იმპერია იქამდე იყო რაღაც რომაელები იქამდე და ჩადის ეს ბიბლიურ ხანებამდე ჩადის ხოლმე ხშირად არგუმენტი მაგრამ ჩვენ თუ ისტორიას დავფუძნებთ, რომ ისტორიული რაღაც გარკვეული არგუმენტი არის მნიშვნელოვანი, რატომაც კონკრეტულ ტერიტორიაზე კონკრეტულმა ხალხმა უნდა ისე იცხოვროს, როგორც მათ გაუხარდებათ, ეს ფაქტობრივად ჩვენ ლეგიტიმაციის არგუმენტს ქმნის ძალიან ბევრი დიქტატორული სახელმწიფოებისთვის, ხო? იქნება ეს საუდის არაბეთი, იქნება ეს ირანი
ძალიან ბევრი სახელმწიფო იქ რაც არსებობს ამ რეგიონში, რომ ყველა მათგანს აქვს ეს რაღაც ისტორიული განვითარება, ყველა მათგანს აქვს რაღაც გარკვეული ისტორიული არგუმენტები, რომ იქ იყვნენ, მაგრამ ну ფაქტობრივად საინტერესო არ არის, ხო? ანუ რატო უნდა იყოს, თქვა, ებრაელები ცხოვრობდნენ კარგი, თქვა, ისტორიულად ამ ტერიტორიაზე, დააფუძნეს სახელმწიფო ისრაელი და თქვა, მივიღეთ ისრაელი, რომელიც არ ჩამოუვარდება, თქვა, ირანს ან საუდის არაბეთს. მე რატო უნდა გავამართლო მე ეს სახელმწიფო იმის გამო, რომ ებრაელები ყოველთვის იქ ცხოვრობდნენ, ხო? მე თუ არ დღეს პროისრაელი, იმიტომ რომ ებრაელები ყოველთვის იქ ცხოვრობდნენ და ხვალ თქვათ ჰიპოთეტურად რა ვიღოთ ეს სახელმწიფო გახდა რავი ირანზე უარესი, რატო უნდა დავიცვა ეს სახელმწიფო, ხო? იგივე არგუმენტი, რატო არ შემიძლია აქაც მოვიყვანო, რომ ეს ადამიანები იქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ და ეს ვფიქრობ, ეს მე ძალიან ცუდ დილემას ქმნის და ეს არგუმენტი აქ ბათილდება, იმიტომ რომ თუ ვიღაც კონკრეტული ხალხი რაღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ისტორიულად ცხოვრობდნენ, ეს არ ამართლებს იმას, თუ როგორი ტიპის სახელმწიფოა ეს კონკრეტული, ხო? შესაბამისად, ჩვენ მოვძებნოთ სხვა ტიპის არგუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ კონკრეტულ სახელმწიფოებს მხარი დაუჭიროთ. საქართველოს შემთხვევაში ხო რატო უჭერთ ახლა რატო უჭერ მე პირადად საქართველოს ხარს, რომ აფხაზეთი და თქვა ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, ხო? ნუ კარგი ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ძალიან უფლებრივი ნაწილი, იმიტომ რომ ისტორიული არგუმენტი როგორც ასეთი ისევ და ისევ წეღარაც ხსენე იმის გამო არ შეიძლება მუდმივად ასე თქვა ვალიდური გახდეს თუ გვინდა რომ ჩვენ სწორად ვიყოთ მორალურები, იმიტომ რომ მორალს ალბათ ისტორიაზე მეტად აინტერესებს კონკრეტულად რა საქმიანობაში არის კონკრეტული ხალხი ჩართული და კონკრეტულად რა ტიპის ქმედებები ახასიათებს ამ ხალხს. შესაბამისად, როგორი საზოგადოება აქვს დაშენებული ამასა? როგორი საზოგადოება აქვს დაშენებული და როგორ ექცევიან ინდივიდებს და რა ტიპის მმართველობა არსებობს, ხო? იმიტომ რომ სულ არ მედარდება, რომ თქვათ იემენში იემენელები მთელი ეს ისტორიული თქვათ პერიოდი იქ ცხოვრობენ, მაშინ როცა შექმნიან სახელმწიფოს, რომელიც რავი ინდივიდს უყურებს როგორც არა ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ რაღაც გარკვეულ საგანს, ხო, რომელსაც ინდივიდი საერთოდ ღირებული არ არის და რავი ნებისმიერი რეგიონში აღებული ქვეყანები საერთოდ ქალზე რო გავიდეთ, ხო, საერთოდ ხო, რაღაც ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს იმის თუ როგორ უყურებენ ეს სახელმწიფოები ამ საზოგადოებას, ადამიანებს, თქვათ რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ქალზე თუ იზალადებს კონკრეტული ადამიანი, ქალს იჭერენ, ხო? ადამიანი კაცი. ხო, კაცი თუ ქალს იჭერენ. თუ ქალზე იზალადა ვიღაც კაცმა, ოჯახმა შეიძლება ის ქალი მოკლას, რომ არ უნდა და რავი, რაც არ უნდა ასეთ ოჯახს და ასეთ ადამიანებს ისტორიულად იქეცხოვრო, ჩემთვის ნულია ანუ ამ საზოგადოების ფასი და მე არასდროს არ დაუჭერ მხარს ეს საზოგადოებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მორალური არგუმენტი და ძალიან მნიშვნელოვანია თან ისრაელი გვაძლევს ამის საშუალებას და სწორედ აქედან წამოვიდა მე ჩემი უფრო და უფრო მეტი დაინტერესება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მორალური არგუმენტი სწორი იყოს, აღმოაჩინოთ სწორი მორალური არგუმენტი და ამ მორალურ არგუმენტზე დავაფუძნოთ ჩვენი მხარდაჭერა კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ. იმიტომ რომ მე როცა კონკრეტული სახელმწიფო არც ერთი სახელმწიფო არ არის მუდმივი, ხო, შეიძლება ძალიან კარგი და შეიძლება ძალიან ცუდი სახელმწიფო, ძალიან კარგი სახელმწიფო ჩამოყალიბდეს და პირიქით შესაბამისად შენ თუ სწორი მორალური მიდგომები გაქვს, შენ არ გაგიჭირდება რომ რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში ცუდი გადახრები ინდივიდის უფლებების კუთხით თუ დემოკრატიზაციის კუთხით არ დაბრმავდი ამ რაღაც გარკვეული ისტორიული ირაციონალური არგუმენტებით და უფრო კარგად გამოაშკარავ და უფრო თქვათ ამ კონკრეტული სახელმწიფოს მხარი დაიჭირო და სწორედ ასეთი დამცველები ისრაელის, ვინცაც ისრაელის დემოკრატია ადარდებს, ვისაც ისრაელში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ადარდებს, სწორედ ეს ხარდამჭერები მგონია მე ის, ვისაც ისრაელზე გული შესტკივა და არა ის, ვინც თქვათ ისტორიული არგუმენტით, ან ბიბლიური არგუმენტით ერთადერთი ამით ცდილობს, რომ ისრაელი დაიცვას, იმიტომ რომ ეს არგუმენტები ყოველთვის იარსებებს, რაც არ უნდა ცუდი ფორმა მიიღოს ისრაელმა. თუმცა მაგ მინდორზეც მანდველზეც არ არიან წამგებიან პოზიციაში, ხო? თქვათ ისრაელის ისტორიული არგუმენტები შეიძლება გააბათილო, როცა თქვათ რომ სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა ერი, სხვადასხვა ისტორიას წერს და შესაბამისად იმას იღებს ფაქტებად მე. გამოიყენო, თქვათ გააბათილო, თქვათ მეორე მხრივ წარმოდგენები, ხო? ეხლა გეთანხმები აბსოლუტურად მთავარი არგუმენტია. პალესტინა, თქვათ ფოტოები დება ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ აი პალესტინა
48 წლამდე და სად არის ისრაელი, ხო? ეხა ისტორია უნდა მოიხმო აქ, რომ ის პალესტინა მანდაც ერქვა და აქ ებრაელები შედიოდნენ, არაბებიც და ყველა ერთად და მე ეს პალესტინა ისრაელმა სხვა სახელი აირჩია, როცა დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ისტორიული არგუმენტი და ისტორია ხა ძალიან მნიშვნელოვანია, მე უხსოვარ დროს ვიზარდი. ხო, იმიტომ რომ ბუნებრივად მიდიან აქ კამათის დროს, კამათის და დავის და ალბათ ის არის ყველაზე ძირეული თქვა კონფლიქტია, რაც დედამიწას ახსოვს, ხო? შესაბამისად თავისი მნიშვნელობითაც და თავისი ისტორიულობითაც თუნდაც, მაგრამ პირველი რასაც ეს მოკამათე მხარე აწყდება და მიდის, არის ბუნებრივად ეს რომ მე ვიყავი აქ პირველი და ისტორიული არგუმენტიც აქ მოდის. შენ ამბობდა გეთანხმები, რომ ისტორიული არგუმენტის მიღმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თუ რომელი მხარე რას წარმოადგენს დღეს რა. და იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ხო? ამერიკაშიც არის ეს არგუმენტი, მე ვიყავი პირველი, თქვათ. მკვიდრი ამერიკელები და მთელი ეს რაღაც პროცესი, ხო? ეს ბევრ ტერიტორიაზე ხვდებით ამ სახის კონფლიქტს, რომ თქვათ, იქ ახალი რაღაც გარკვეული სოციალური სტრუქტურა ფუძნდება და იქ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც იტყვის, რომ მე ვიყავი პირველი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე ვიყავი პირველი არ არის არგუმენტი, არამედ შენ რას აკეთებ, ეს არის არგუმენტი, როდესაც საუბრობთ სოციუმზე და როდესაც საუბრობთ რაღაც გარკვეულ სახელმწიფოებრიობაზე. ისრაელის შემთხვევაში 48 წლიდან უკვე ჩანს ეს გარკვეული ნახეთ როგორ არის ისტორია, როგორც ტრაიბალური ისტორია, რომ რაღაც ტრაიბის გამო ვამართლებთ, ტომის გამო ვამართლებთ რაღაც კონკრეტულს და ისტორია როგორც რაღაც გარკვეული იდეური ისტორია, რომ რაღაც კონკრეტული პრინციპი ფუძნდება საზოგადოებრივ დაფუძნებაში და მე ეს მეორე მგონია მნიშვნელოვანი არგუმენტი და ერთ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, რომელიც ყველაზე არ იყო ხო ეს უფლებები გავრცელებული თავიდან, მაგრამ პრინციპი ჩაიდო და 4 ივლისა რომ მოვა ეს დღე, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამაზე ბევრს სხვა სივრცეებში და მეორე მხრივ ისრაელი, რომელშიც უფრო შედარებით კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა 1948 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაცია როცა მიიღო, პრინციპი რა იყო, ხო? პრინციპი იყო, რომ ისრაელი იქნება დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველა ინდივიდის უფლება იქნება დაცული. ეს არის უკვე მორალური არგუმენტი. მორალური არგუმენტია, იმიტომ რომ ეს კონკრეტული დოკუმენტი, ასე ვთქვათ, ახდენს იმ ფაქტის ვერიფიცირებას, რომ ყველა ინდივიდს აქვს უფლებები და სახელმწიფო მის უნდა დაიცვას, იქნება სახელმწიფო, რომელიც იცავს მის სივრცეში ყველა ინდივიდის უფლებებს და შესაბამისად ის იღებს ლეგიტიმაციას და ის იღებს ასევე მორალურ ლეგიტიმაციას, რომ ეს საზოგადოება, ეს სახელმწიფო იქნება უფლებების დამცველი, რაც რეალურად არის სახელმწიფოს მთავარი პრინციპი და ასე ვთქვათ, მთავარი მნიშვნელოვანი და იქნება სეკულარული სახელმწიფო ასევე, ხო? იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ისრაელი დღესაც არ არის მხოლოდ ებრაელები, ხო? მრავალი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები არსებობენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რელიგიური ჯგუფების უფლება იყოს დაცული და ყველა თანასწორუფლებიანად იგრძნოს თავი ამ კონკრეტულ სახელმწიფოში. და 48 წლიდან, როდესაც ეს პროცესი იწყება, აქედან შეგვიძლია მოყოლებული უკვე შევამოწმოთ ისრაელი რამდენად მისდევს ამ მორალურ პრინციპებს, იმიტომ რომ ხა ჩვენ ეს პრინციპები ბევრ დოკუმენტში წერია ხო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციად შეგვიძლია ავიღოთ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მაგრამ ჩვენ როგორ ვახდენთ თქვა კონკრეტული სახელმწიფოს შეფასება, სწორედ ამ მორალური პრინციპებიდან უნდა გამომდინარეობდეს და ჩემი მთავარი არგუმენტიც ეს არის, რომ ისრაელს მე უჭერ მხარს არა იმიტომ, რომ თქვათ ეს სახელმწიფო ებრაულია, ისინი ყოველთვის იქ ცხოვრობდნენ, მერე წავიდნენ, თქვათ, ნაწილი დარჩა და მერე ზოგი დაბრუნდა. არამედ არის ძალიან ბევრი არგუმენტი ის, რომ ეს სახელმწიფო მორალურ დონეზე შეიქმნა, თქვათ, ესეც ისტორიული არგუმენტია, ხო, მაგრამ ისტორიაში რაღაც კონკრეტული მორალური ნაწილები. მეორე ის, რომ თავისუფალი ადამიანები ჩამოვიდნენ კონკრეტულ მიწაზე, დასახლდნენ, შეიძინეს მიწები, ააშენეს ახალი ქალაქები და გადაწყვიტეს შექმნათ სოციუმი, რომელიც იქნებოდა უფლებების დაცვისკენ მიმართული. ვისი უფლება დაირღვა, ხო, ამ შემთხვევაში? ვერავის უფლებას ვერ დაარღვევ, თუ რაღაც ვიღაცას სახლი არ დაუნგრიე, ვიღაცას რაღაც საიდანაც არ გამოაძევე, ან ვიღაცას არ დაემუქრე და მოკალი, ხო? ძირითადი პროცესი, რაც 1948 წელს მიმდინარეობდა,
იყო რომ ახალი სახელმწიფო დაფუძნდა გოლდა მეირი ეხვეწებოდა არაბებს რომ არ წასულიყვნენ და მათ საფრთხე არ შეექმნებოდათ. იქ რა თქმა უნდა იყვნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება ვთქვათ არაბების წინააღმდეგ იყო მიმართული და ასეთი შემთხვევები იყო და ამის დამალვა არ არის საჭირო, მაგრამ ეს ძირითადად ნაკბარასაც ეძახიან, ხო რა ძალიან დიდი არგუმენტია ხოლმე რომ 58 წელს ბევრი არაბი წავიდა. ეს ძირითადად მოდიოდა რაღაც რაციონალური შიშისგან, რომ ვთქვათ როცა რაღაც იყოფა და შემხარეზე ვთქვათ შენ არაბი ხარ და იქ სადღაც ბევრი არაბი გეგულება, ეს რაღაც ტრაიბალური მიდგომა ამ საზოგადოებაში დიდია და შენ გადადიხარ იმ მხარეს. და მეორე არის რომ ვთქვათ არის ძალიან ბევრი ისტორიული ჩანაწერი რომ არაბული ლიდერები ეუბნებოდნენ არაბებს რომ დატოვეთ ტერიტორია და მე ერთიანად გადავავლით და ყველა დაბრუნდებით, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველა ინდივიდს აქვს თავისი უფლება, მორალური უფლება, რომ შექმნას რესურსი, რა ვიცი, დაიკავოს, შეიძინოს მიწა, ამუშავოს და ამუშავოს ეს მიწა, პროდუქტიული იყოს, ხო, აი რა თქვა ჩვენ რენდის დამფუძნებლები ვართ და რენდის თავარი პრინციპი რა არის, ხო, რომ ადამიანი უნდა იყოს რაციონალური, ადამიანი უნდა იყოს პროდუქტიული და ისრაელის საზოგადოება თავიდანვე ბრიტანული მანდატიდან მოყოლებული, როცა ეს ევროპელი ებრაელები ჩამოდიან და იქ რესურსებს ქმნიან, მიწებს ყიდულობენ, ქალაქებს აშენებენ, ხო, თელ-ავივი რავი 100 კაცის ფოტო არის და დღეს არამხელა ქალაქია, ეს ერთი მიწა არ არის დაპყრობილი, ყველა არის შეძენილი და ახალი ქალაქები არის აშენებული. და ამ ადამიანებს, როდესაც შენ ეს განვითარებას ქმნი, მე ვფიქრობ, როცა შენ შემდგომ იჩემებ რომ უნდა შექმნა რაღაც გარკვეული სახელმწიფო, რომელიც ყველას უფლებას დაიცავს. არ მგონია რომ ეს ვინმეს უფლებას ლახავდეს, ხო? მეორე მხარეს ხვდებით, თქვათ, აზრს, რომ კონკრეტულ ხალხს უნდა მიეცეს სახელმწიფო, არა ამ უფლებების ხარჯზე, არამედ იმის ხარჯზე, რომ იქ შეიქმნება სახელმწიფო პალესტინას გულისხმობ, რომელიც იმ მოქალაქეებს დაიმონებს და იმ მოქალაქეებს გამოიყენებს რაღაც შესაწირ ცხოველად და ერთადერთი გამართლება ექნება ისტორიული, რომ ისინი ისტორიულად ცხოვრობდნენ მან და თვითგამორკვევის უფლება აქვთ და თვითგამორკვევის უფლება რაში მჭირდება თუ მე ვიცი რომ საბოლოო ჯამში ინდივიდი დაიჩაგრება, ინდივიდი დასახირჩდება და ინდივიდს აღარ ექნება არანაირი შესაძლებლობა რომ იცხოვროს როგორც ბედნიერად, ხო? და დღეს არაბები თუ კი სადმე კარგად ცხოვრობენ Middle East-ში, თუ კი სადმე მათ წერა შეუძლიათ, თუ კი სადმე მათ თავისუფლად ცეკვა შეუძლიათ, თუ კი სადმე მათ თავისუფლად სიმღერა შეუძლიათ, ქორწინება შეუძლიათ, რავი, თავისუფლად გადაადგილება, განათლების მიღება შეუძლიათ. ესეც სახელმწიფო არის მარტო ისრაელი. სხვაგან წარმოუდგენელია, ხო? ან დიდარ სახელმწიფოებში, დუბაიში შეიძლება იქ დასავლეთიდან ჩასული სტუდენტი სწავლობს რაღაც, მაგრამ არაბული სოციუმის წევრიც ძალიან რთულია და შეიძლება ძალიან ბევრი შეზღუდვა განიცადოს, როცა იქ ხარ მოქალაქე და იქაური ხარ. და ისრაელი არის სახელმწიფო, სადაც ეს ყველაფერი თავისუფლად შეგიძლია. იქაც შეიძლება ხო ოჯახმა შეგიშალოს ხელით, თქვა ტრადიციული წარმოდგენები აქვს, მაგრამ სახელმწიფო დაგიცავს ამ შემთხვევაში. ხო, მორალური არგუმენტი მნიშვნელოვანია ეგ და მორალური არგუმენტი რაც ახსნენი, აი მანდარი რაც მთავარი განსხვავებაა და იგივე მხარდამჭერები და არ ვიცი საერთაშორისო საზოგადოებაში როგორ შეიძლება დაერქვას აი განსაკუთრებით აი ბოლო მოვლენების, აი ოქტომბრის მოვლენების შემდეგ რაც დაიძაბა სიტუაცია, ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელ მხარეს არის უფრო, რომელ მხარე იგებს, ანუ ვთქვათ, საზოგადოებრივი აი ურთიერთობის მხრივ და აი ამის ვთქვათ, თემის აწევის კუთხით, აი რომელი მხარე არის უფრო მოგებული, ანტი-ისრაელის მიდგომა თუ ეს პრო-ისრაელის, აი ვერ გაიგებ, შეიძლება ითქვას ჩემი დაკვირვებით, რომ ვთქვათ, აგებს ისრაელის მხარეს საერთაშორისო ვთქვათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ეს რითი არის გამოწვეული. მათაც ხომ მორალური არგუმენტი აქვთ თავარი, ანუ მათაც გაუაზრებლად თუ გააზრებულად, რომ რაღაც ნაწილი არის ალბათ, რომ რაღაც შეგნებულად პროპაგანდირებს და ნაწილი არის, ვთქვათ, სხვადასხვა აი ამ თუნდაც იმის გამო, რომ ვთქვათ, საკითხს არ იცნობს და რაღაც ემოციის დონეზე და გაუაზრებლად ეკიდება, მოკლედ არის აი ესეთი პალესტინის მხარეს შეიძლება თუ დავარქვით აქეთ მეორე მხარეს პალესტინის მხარეს. აი რა რითია გამოწვეული ის აი ეს ბუნდოვანება თუნდაც დავანებოთ თავი მოგება წაგებას ვინ როგორ აღიქვამს, მაგრამ
გუნდოვანება ის რომ აი ნათელი არ არის მორალური უპირატესობა. აი რაც შენთვის ნათელია, ვთქვათ, იმასაც ხედავ, რომ ვთქვათ, მეორე მხარეს ბევრი ადამიანი, ვინც სწორედ მორალურ არგუმენტზე აგებს თავის პოზიციას და რა არის მათი რა ამოძრავებთ, რა თვლიან, რომ მორალური რატო არის მათი მხარე მორალური პოზიცია. დღეს victim mentality რაც არის ხო საზოგადოებაში გავრცელებული, რომ სკორპლი იპოვოს მემარცხენე ჯგუფმა კონკრეტული და მე იმ ჯგუფზე ააგოს თელი თავიანთი პროპაგანდა და ეს სკორპლი შეიძლება იყოს, რა ვიცი, გენდერი და ეს თუ გადავიდა მოდიდან და ახალი იმ სკორპლი არის საჭირო, ამ შემთხვევაში ასე ხდება ამ საკითხის წამოჭრა, რომ სკორპლი არის პალესტინა და ხა ესე რომ შევხედოთ ხო ომში მარცხდება და თუ ომში დამარცხება მსხვერპლობა ავტომატურად მაშინ რავი ომს ხო ესე არ ვაფასებთ ვინც გამარჯვებულია ის არასწორია ხო? ნუ დაუკვირვებელი თვალით თქვა შეხედავს და იტყვის ციფრებს, თქვა რომ შეხედავ და იტყვის რომ 60000-მდე არის ასული, თქვა ოქტომბრის მერე და რიცხვი აი აქეთ ხო? ხო, ასე რაღაც გულჩული ადამიანისთვის, რომელიც შეიძლება იდეოლოგიურად საერთოდ არ იყოს მოტივირებული, შეხედავს და ნუ ხა რომ დაინახავს ეს დანგრეულ ღაზის სექტორს და მე ამ თქვათ რაღაც გარკვეულ ციფრებს, ნუ გაუჩნდება მას ესეთი წარმოდგენა, თუ არ აქვს თან საერთოდ კონფლიქტზე არანაირი ისტორიული კონფლიქტზე არანაირი ინფორმაცია და უბრალოდ ამას ხედავს და მე აქ ერთი მხრივ ვიმატებენ რომ აი რუსეთიც ესე ანგრევს და აი ისრაელიც ესე ანგრევს, ძალიან ბევრი მოუმზადებელი და ესე ფაქტობრივად ცარიელი ადამიანისთვის ამ საკითხებში, ნუ ძალიან მარტივია რომ დააჯერო, მაგრამ როცა ჩახედავ და ნახავ ეს რატო ხდება ხო? ანუ რატო ხდება რომ პალესტინელებს დღემდე არ აქვს სახელმწიფო, რატო ხდება რომ 7 ოქტომბერს აწყობენ, რატო ხდება რომ ჰამასი მართავს. მე უკვე დაინახავ ფაქტობრივად რომ ამ ადამიანებისთვის, ასე ვთქვათ, ამ პალესტინელებისთვის არასდროს არ ყოფილა რაღაც ცდელობა, რომ ის რაც აქვთ მიიღოთ, იქ აეშენებინათ რაღაც გარკვეული მნიშვნელოვანი განვითარება და ეარსებათ როგორც თავისუფალ ადამიანებს. ხო, ყოველთვის მიდგომა იყო, რომ მთელი ტერიტორია მათ უნდათ, ებრაელებს გაყრა უნდათ და ნუ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ისრაელი არის დაფუძნებული სახელმწიფო და დღეს თუ შენ გინდა რომ დალაგდე ისრაელთან მშვიდობა გქონდეს, უნდა თქვა კონფლიქტზე უარი. და ისრაელი ამისთვის მზად არის, რომ ნებისმიერ რომ ის მეზობელმა თქვას უარი კონფლიქტზე და როგორც უნდათ ისე იცხოვრონ, ისრაელს არ ედარდება ხო მათი მდგომარეობა, მაგრამ როცა ხედავ რომ ეს არ არის მოცემულობა და იქ 7 ოქტომბერი გაქვს, იქ პირველი ინტიფადა გაქვს, მეორე ინტიფადა გაქვს, ეს აჯანყებები გაქვს, დაუსრულებელი ტერორისტული აქტები გაქვს და ეს გარკვეული პრობლემები გაქვს და მოხდა 7 ოქტომბერი და მე შენ უტევ მტერს და იმარჯვებ, იმიტომ რომ ძლიერი ხარ და ძალიან ძლიერი ხარ. ამ შემთხვევაში და ჰამასი, რომელიც თქვა ღაზის სექტორი ძალიან პატარა არის და ჰამასი განლაგებულია თითქმის ყველა ჰამასის ძალები ვიცით როგორ ოპერირებენ, ხო? ანუ შექმნილია რაღაც სკოლების ქვეშ, საავადმყოფოების ქვეშ, რომ პროპაგანდა ძალიან კარგი და ეფექტური იყოს და შენ რო ხედავ მე ამ განადგურებულს შედეგად მე ხო გიჩნდება რომ თქვა ისრაელი აგრესორი, მაგრამ ეს მასაში მაგდა თქვა ნაწილ სტუდენტებში, მაგრამ თუნდაც იგივე სტუდენტებში, თქვა ახალგაზრდებში ან თქვა გაეროს თანამშრომლებში, ეს ოფიციალურ პირებში, იგივე ბრიტანეთის სახელმწიფო ხო, აი საფრანგეთი, აი ამათ რა ჭირთ, აი ამათ რატო აქვთ ესეთი დამოკიდებული? ну ეს ბევრი სხვადასხვა ინტერესები შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური, ხო, სხვადასხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებაში, მაგრამ აქაც ინდივიდის დონეზე თუ ავიღებთ, არის ძალიან დიდი მორალური, ასე ვთქვათ, მორალური ნეიტრალურობა, რაც დამღუპელია ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ადამიანური მოვლენა, ხო, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მორალურად ნეიტრალურები უნდა ვიყოთ ქალთა ძალადობაზე. უნდა დავგმოთ, მორალური არის, რომ დაგმო. ან მორალური აგნოსტიციზმი კიდე. მორალური აგნოსტიციზმი, აი ასაუბროთ ხოლმე, არ ვიცი, ან არ მაინტერესებს ვინ არის სწორი და დღეს გეოპოლიტიკაში ყველაზე დიდი მორალური აგნოსტიციზმი არის ეგრეთ წოდებული ორი სახელმწიფოს იდეა, two state solution. და რატო? Two state solution ამბობს, რომ ორივე მხარე არის მორალურად თანაბარი და ორივე მხარე იმსახურებს სახელმწიფოს. მაშინ როცა არაზე საუბრობთ, ხო, ჩვენ რომ ერთი მხარე არის
დემოკრატიული, შემდგარი დემოკრატია, სადაც არჩევნებით გზით იცვლება ხელისუფლება, სადაც ყველა ინდივიდს აქვს თავისუფლება იყოს როგორიც უნდა, გააკეთოს რაც უნდა, სადაც უზენაესი სასამართლო არსებობს, რომელიც აკონტროლებს, check and balance არსებობს, პროტესტის უფლება გაქვს, არაბსაც შეუძლია პროტესტის უფლება. ხო, ყველა ნებისმიერ რასაც ხედავთ ჩვენ დემოკრატიულ სამყაროში, ამერიკაში თუ დასავლეთ ევროპაში, იგივე არის ისრაელშიც. და მეორე მხარეს არჩევნები ბოლოს როდის ჩატარდა, ხო? ღაზაში არჩევნები ჩატარდა და სამოქალაქო ომი დაიწყო და ესეც ისტორია და ვისაც თქვა პალესტინელების ბედი ადარდებს ნახონ 2006 წლებში როგორ ხოცავდნენ ერთმანეთს პალესტინელები ჰამასი და ფატაჰი ეს ძალიან საინტერესოა და იმას დამღუპელი შეიძლება იყოს რაც დღეს ხდება და მეორე მხრივ ვესტბანკი რომელსაც თითქოს რაღაც უფრო ჰამასისნაირი კონკრეტული ჯგუფი არ მართავს, მაგრამ არ ჩამოუვარდება ვესტბანკის მმართველთა ისტორია, ტერორიზმს და ძალადობას, ხო და აქ კონკრეტულშიც არ არის არჩევნები, არ ტარდება არჩევნები ჰამასის შიშით, რომ ჰამასი არ მოვიდეს ხელისუფლებაში და თქოთ ჰამასმა არ გაიმარჯვეს, მაგრამ აქაც იგივე კორუფცია, აქაც იგივე დასჯა თვითონ თავიანთი მოქალაქეების დასჯა და რებს უკეთებენ თავიანთ მოქალაქეებს და წარმოუდგენელია, რომ შენ ეს ორი ხალხი, ეს ორი საზოგადოება და სოციუმი თანაბარ მორალურ პირობებში დააყენო მორალურ პედესტალზე და მე ეძახო, რომ two state solution-ი უნდა არსებობდეს. და ეს იდეა დაუშვა, რომ შენ შეგიძლია რაღაც მორალურ მონსტრებს მისცე საშუალება, რომ რაღაც ლეგიტიმური სახელმწიფო შექმნან, რადგან იმიტომ რომ ისტორიულად ცხოვრობენ და ეს გონია მე მორალური უბსკრული ადამიანის, რომ ამერიკაც მათ შორის არის მომხრე two state solution-ის, ხო, რომ ორი სახელმწიფოს იდეა. ორი სახელმწიფო იარსებებს მაშინ, როდესაც შენ თუ თქვა მიგაჩნია თავი დემოკრატიის დამცველად და ადამიანის უფლებების დამცველად, ორი სახელმწიფო იარსებებს მაშინ, როცა ორივეს აქვს ეს მზაობა. მეორეს უბრალოდ ერთი არსებობს უკვე. მაგრამ იქამდე სანამ ეს მზაობა არ არსებობს და შენ გამოდიხარ და თან ეხლა რამ შეუწყო ხელი ორი სახელმწიფოს იდეის გააქტიურება 7 ოქტომბერმა. რა იმას აძლევ საბაბს, რა ინსენტივს აძლევ მეორე მხარეს, რომ დახოცე მოაწყვე ძალადობა და მიიღებ მეორე სახელმწიფოს. იგივე შეცდომა იყო, როცა ისრაელმა ღაზა დატოვა, ინსენტივი პალესტინელებმა მიიღეს, რომ ინტიფადას შემდგომ მოხდა ეს, რომ რაც უფრო მეტი ინტიფადა, ანუ აჯანყება და ხოცვა-ჟლეტვა გაიმართება, მით უფრო მოგებული და რჩევენ, რომ ღაზა მიიღეს და იქიდან ისრაელი გავიდა. ეს დამღუპელი იყო და ისრაელის ძალიან ბევრი მოქალაქე დღემდე აპროტესტებს ამას, რომ ისრაელმა ღაზა დატოვა და თავის მოქალაქეების ძალადობრივად გამოიყვანა და დღემდე ხო, ანუ იმის მაგივრად რომ შენ ნახე 7 ოქტომბერი და პირიქით დასაჯო ეს კონკრეტული ძალები თუ შედეგი არის რომ შენ მეორე ახალ სახელმწიფოზე ორ სახელმწიფოს იდეაზე ილაპარაკო კვლავ და პირიქით გაძლიერდეს ეს პროპალესტინური პოზიცია ხვალ 8 ოქტომბერი მოხდება ზეგ 9 და მაშინ ნუ აშენდა პალესტინა ხო თუ ეს არის რაღაც გარკვეული მორალური მიდგომა და მე ვფიქრობ ეს ძალიან ამორალური მიდგომაა და პირიქით მიდგომა უნდა იყოს ისე რომ თვითონ პალესტინელების შიგნით და მე მჯერა, მე არ მჯერა რომ ადამიანი რაღაც დაპროგრამებულია, მე მჯერა რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, შეიძლება მეორე დღეს შეიცვალოს და თუ ადამიანებს სწორად აუხსნი რომ დემოკრატიაა სწორი გზა, ისრაელი შეიძლება შენთვის მნიშვნელოვანი იყოს და იციან ამ ადამიანებს. ბევრ სირთულესაც ყובה. მე მიმგზავრია პალესტინელებთან ერთად ვესტბანკშიც ყოფილი ვარ გადმოსულა გზაში და გზაში მე მინახავს ეს ადამიანები რომ იღებენ ისრაელში განათლებას და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თვითონ სად ურჩევნიათ, ხო? შეიძლება ისრაელში არ ურჩევნიათ, მაგრამ აუცილებლად ურჩევნიათ იმ სახელმწიფოში, სადაც მათი უფლებებიც იქნება დაცული და როცა აქ მეორე გარე ფაქტორები ირანის სახით და იმ აგრესიული არაბული სახელმწიფოების სახით თვითონ ამ ხალხს უშლიან აქ საზოგადოების მიდგომა ისრაელის წინააღმდეგ კი არ უნდა იყოს მიმართული, ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, იმიტომ რომ მეც მინდა ნახო თავისუფალი პალესტინა, ისეთი პალესტინა, სადაც დემოკრატია იქნება, განვითარება, უფლებები იქნება და მე მიყვარს ძალიან არაბული სამყაროც, კულინარიიდან დაწყებული ნებისმიერი მიმართულებით და ბევრ არაბულ სახელმწიფოში მოგზაურობ და ახალ-ახალი სახელმწიფოები, რაც უფრო თავისუფალი იქნება,
მე პირადად ძალიან გამიხარდება რომ ვიხილო, მაგრამ დღეს ფაქტობრივად ესეთი წინაპირობა ძალიან ნაკლებია და რომელია მან პატარა გადახვევა რო გავაკეთოთ, რომელია შენთვის ყველაზე ახლოს, თქვათ, ყველაზე განვითარებული იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც იხილავდი. ნუ იორდანია არის ალბათ ყველაზე ესეთი წინწასული, თქვათ, მაგრამ წინწასული უფლებების მხრივ ხო, ანუ თქვათ იდეალური არ არის, მაგრამ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ნუ მეტნაკლებად და უფლებები არის და მეტნაკლებად არის რაღაც გარკვეული მოცემულობა, რაც შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს. ლიბანი იყო ერთ დროს ძალიან კარგ მდგომარეობაში, დღეს ანუ ჰეზბოლას მოიშორებს და ლიბანი თქო დაადგება ისევ განვითარების გზას და აქვს ძალიან დიდი რესურსი. ისიც გახდება და სირიაში ნახოთ როგორ წავამოვლენები, მაგრამ იორდანია არის მაინც ყველაზე მეტნაკლებად თავისუფალი არაბული სახელმწიფო, სადაც რაღაც მხრივ მაინც არსებობს უფლებები. ირაკლი, კიდე ერთი არგუმენტი, რაც მახსენდება ისევ და ისევ არის ეს მსხვერპლი და მით უმეტეს რაღაცა არაპროპორციული მსხვერპლი, ეგრეთ წოდებული უდანაშაულო მსხვერპლი, რასაც თქვათ რა ემპათიაზეც დაყრდნობით, აქეთ მხარდაჭერა აქვს ხოლმე პალესტინურ, პროპალესტინურ რაღაც მოძრაობას და აი ეს მსხვერპლიც აი ამას როგორ უყურებ რა, აი ამ მსხვერპლის საკითხს შენთვის რატო არ არის არგუმენტი ის, რომ თუნდაც აი ამდენი ადამიანი, ანუ სოლუშენი თქვათ გასაგებია, რომ თქვათ ეს ორი სახელმწიფოს ახსენე სოლუშენი გესახება მორალურადაც და შეუძლებლადაც, მაგრამ თქვათ აქეთ ამ ხარეს გადაწყვეტა რა არის, აი რა უნდა უყოთ ამ ადამიანებს, თქვათ იგივე ეს კიჩი რაც იყო ვიდეო ეს ტრამპის რაღაც ხაზისის, მაგალითად სასაცილოც არ იყო, ჩემთვის რაღაც სასაცილოზე უფრო ცუდი გემოდატოვა, არასერიოზულობაზე უფრო ცუდი გემოდატოვა, მაგრამ აი რა არის გადაწყვეტა, თქვათ მართლა ესე ხო ვერ გადავწყვეტ ღაზას პრობლემას, აი მე როგორ უყურებ, ყველა ინდივიდს აქვს უფლება, რომ კონდეს სიცოცხლის უფლება, თავისუფლება, საკუთრების უფლება. ეს ისრაელში მოგვარებულია და ფაქტობრივად ისრაელის სახელმწიფო არის ისრაელის სოციუმის თავდაცვის უფლება კოლექტიურად წარმოდგენილი, ხო? როცა ისრაელის სახელმწიფო იცავს ისრაელს, იცავს თითოეული ისრაელის მოქალაქის სიცოცხლის უფლებას, რომ მათ დაიცვან თავი. ასევე მნიშვნელოვანია, აღიარებს თუ არა თქვათ ის ჰამასი თავის მოქალაქეების სიცოცხლის უფლებას, მე ასევე მნიშვნელოვანი მგონია ამ ადამიანების სიცოცხლეც. იმიტომ რომ სიცოცხლე არის და მე თუ სადღაც მივიჩნევ სიცოცხლეს უპირატესად, სხვაგანაც მივიჩნევ სიცოცხლე უნივერსალურია, ხო, ამ შემთხვევაში. მაგრამ როდესაც შენ ერთი კონკრეტული ტერიტორია, სადაც ლეგიტიმაცია აქვს ჰამას გებრძვის და თქვით შენ განადგურებს, რა იქნებოდა სწორი პასუხი, ხო? ერთი პასუხი არის, რომ თქვათ დანებდე და არაფერი არ გააკეთო და ნუ ეს არანაირ ომი გინდათ. ასმოკლებული არ არის, რომ არ დაიცვა შენი მოქალაქეები, როდესაც შეგიძლია დაიცვა. მეორე არის, რომ დაიცვა სანახევროდ და ეს უნდა მსოფლიოს ამას ითხოვს, რომ მსხვერპლი არ იყოს დაიცავი სანახევროდ ან გაწირე შენი მოქალაქეები. და როგორ ხდება ეს, ხო? შენ თუ დაადგინე რა არის შენი მიზანი და შენი მიზანი თუ არის ჰამასის განადგურება, უნდა გაანადგურო ყველანაირი ჰამასის სტრუქტურა, ანუ იქნება ეს გვირაბები, იქნება ეს ჰამასის ოფისები, ჰამასის იარაღი და ჩვენ თუ დაიწყე ამის გარჩევა, სად მოსახლეობა, სად არ არის, შეიძლება ყველგან მოსახლეობა იყოს. ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. მე რჩება გზა, რომ ჯარი შეიყვანო და ესე რასაც ისრაელი აკეთებს და მე ამორალური მგონია, რომ ისრაელი ჯარისკაცებს გზავნის კონკრეტულ ლოკაციებზე, ორი გზა არის, ხო, ერთი რომ დაბომბოს ლოკაცია და მეორე რომ ჯარისკაცები შეიყვანო, რომ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, დაიცვა და ეს ხდება ზეწოლის შედეგად. ამორალურად მიგაჩნია, იმიტომ რომ ჩემი შვილი შეიძლება გავგზავნო, ხო, ჯარში. რატო უნდა დაიწყო? საკუთარ ჯარისკაცებს რისკავს მაგიტომ. იგივე იყო ერაყის და ავღანეთის ომში, როდესაც თქვათ მოწოდება იყო, რომ თქვათ იმ ახლო მანძილიდან მომხდარიყო დაბომბვა, იმიტომ რომ შორიდან როცა ბომბავ, დიდი რისკია, რომ უდანაშაულო სოფლები დაიბომბოს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ თუ დავინახეთ, რომ ისრაელი არის მსხვერპლი და აგრესორი არის ერთი სახელმწიფო და მერე შენ თავდაცვის მყოფ სახელმწიფოში ავალდებულებ, რომ ჯარისკაცები გაწიროს, ვიდრე იმ თავდამსხმელი სახელმწიფოს მოქალაქე, ჯარისკაცი მე ჩემთვის საერთოდ მიუღებელია, რომ ჯარისკაცი რაღაც სხვა კატეგორიაა და ადამიანის სხვა კატეგორია. ჩემთვის არის ორი კატეგორია. ერთი არის თავდაცვის მყოფ, თავდაცვის
ასე ვთქვათ, მოცემულობაში ყოფი ადამიანი და მეორე თავდასხმის მოცემულობაში ყოფი ადამიანი, იქნება ეს ჯარისკაცი თუ ვთქვათ, მშვიდობიანი მოქალაქე და მოძალადე და თავდამსხმელი. არ მოინტერესებს რას ამბობს გაერო, ჩემთვის ამორალურია, როდესაც შენ ავალდებულებ, რომ ჯარისკაცი უნდა გაწიროს მეორე სახელმწიფოს ვთქვათ, უდანაშაულო მოქალაქისთვის. მაგრამ დანაშაული იქნება, როდესაც შენ ნებისმიერი ეს ხოცვა ჟლეტვა მიზანს არ ემსახურება. შენს არის ვიდეოები ხო, შემოგვიდგა ვიდეოები, როდესაც შეიძლება ეს რომ რაღაც ჯარისკაცმა არ დაემორჩილოს, ვთქვათ, თავარ პრინციპს ისრაელის თავდაცვის ძალების და ნუ გასართობად არის რაღაც ზოგი პროპაგანდისტული ვიდეო, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ, რომ ისრაელი რაღაც კონკრეტ ჯარისკაცი ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის პოზიციაშია და კონკრეტულ ადამიანს ანადგურებს, მაგრამ იქ არანაირი სამხედრო მიზანი არ არის. ეს ჩემთვის როგორც ინდივიდისთვის ამორალურია და მიუღებელია, იმიტომ რომ თავარი, როცა შენ თავდაცვა გადარდებს და ჯარისკაცი ხარ, უნდა იყოს დაემორჩილოს შენ, თქვა სამხედრო მეთაურს, რომელიც დაგიწესებს კონკრეტულ გზას, რომ აი ვანადგურებთ ჰამასის რაღაც კონკრეტულ ლოკაციას, გაანადგურო და მორჩება, ხო? როგორ ანუ ჩემამდე არ მოდის, თქვა ის მორალურად, რომ რაღაც გარკვეული იქ ადამიანების დაღუპვა გიხაროდეს, კონკრეტული ადამიანების, არამედ პირი ანუ გიხარია ის, რომ ანადგურებ რაღაც კონკრეტული ჰამასის ლოკაციას იქნება ეს თუ ავღანეთში ტერორისტების ლოკაციას იქნება ეს თუ ნებისმიერ თუნდაც უკრაინად როცა ანადგურებს რუსეთის კონკრეტულ ბაზებს ხო იქაც შეიძლება დაიღუპოს ჩვეულებრივი მოქალაქე ხო ვიდაოთ ახლა რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ну არის ჩემთვის არსებობენ ასევე ადამიანები ვინც შეიძლება საერთოდ გამოკეტილები არიან იმ სივრცეში და საერთოდ ვერ ტოვებენ იმ სივრცეს, განსაკუთრებით ღაზა სექტორში, სადაც რთულია გაღწევა. მაგრამ ისევ და ისევ მეორე რა გზა არის, ხო? მეორე გზა არის შერევა შენი მოსახლეობის და მათი მოსახლეობის და ფაქტობრივად მიზნის ვერ მიღწევა და ვერ გამარჯვება. გადავადება ხო, მე მგონია, რომ თან ისრაელი ხარ ასაც ვაკვირდები, ბევრს აკეთებს ისრაელი ამაში თავის თავს წირავს ფაქტობრივად აფრთხილებს და რაღაც კონკრეტულ შენობებს ბომბავს, იქ დახმარებას აძლევს ჰუმანიტარულ. აქაც შეგვიძლია ვიდეოთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება რაღაც ქვრივ ასაზრდოებს კიდეც, ხო, რაღაც გარკვეულ რეჟიმს, რომ როცა შენ განსაკუთრებით მანამდეც, როდესაც ჰამასის პირობებში ეს კონკრეტული ხალხი დახმარებას იღებდა, მათი ასე თქვა დამოკიდებულება ჰამასის მიმართ არ იცვლებოდა, მაგრამ როცა უკვე შენ პირიქით ბლოკადაში აქცევ კონკრეტულ საზოგადოებას და ერთგვარად აშიმშილებ მერე უკვე ჩვენ ეხლა ვნახეთ რომ ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო უკვე პალესტინელებმა გამოსვლა. იმიტომ რომ მათ შეექმნათ პრობლემა და მათთვის ახლა ჰამასი მართველი ძალაა მათთვის. როცა რაღაც პრობლემა ექმნება, შეიძლება ისრაელს აბრალებენ, მაგრამ პირველ რიგში ჰამასს დააბრალებენ, იმიტომ რომ ჰამასი მართავს მათ. და ეს არის ალბათ სწორი პოლიტიკა და რენდზე რადგან ვსაუბრობთ და რენდის ვისაც თქვა საგარეო ურთიერთობები აინტერესებს როგორ გადაწყვეტდა თქვა კუბის კრიზისი, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი, რენდი ამბობს რომ არ არის საჭირო სამხედრო ჩარევა შეუქმენი ამ ადამიანებს თქვათ ეკონომიკური კოლაფსი მიიყვანენ შიმშილობდნენ და თვითონვე მოგვარებენ თავიანთ თავში ამ პრობლემას და მეც ეს გონია ხო სწორი გზა როცა ახლა ამერიკაზე ვსაუბრობთ მაგრამ აქ ის ღაზა სხვა ისტორია აქ ამას არ გაამართლა თავი დროს და ამასაც კი აბრალებენ რომ ახლა აი ამდენი სიძულვილი დაგროვილი სწორედ აი ამ რაღაცნაირად იზოლაციაში მოქცევამაც გამოიწვიაო ხო თქვათ კიდე არის ეს ახალშენების ამბავი რაზეც რატომ საზოგადოებას გონია რომ ნუ ეს დანაშაულია დიდი და ამასაც მე როგორ უყურებ ანუ პალესტინის ნუ აი ვინც ვთქვათ მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს პალესტინის საკითხი როგორ არის დღეს ხო პალესტინა არის გაყოფილი სამ ნაწილად რაღაც სხვადასხვა არეალად ერთი არეალი არის სადაც უშუალოდ პალესტინური ლიდერშიპი აკეთებს ყველაფერს, ხო არის რაღაც კონკრეტული ქალაქები, მეორე არეალი არის სადაც ისრაელის და პალესტინის ლიდერების თანამშრომლობა არის და მესამე არის სადაც ისრაელი აკონტროლებს და ძირითადად ეს არის ეს ახალი დასახლებები, რომლებიც შენდება. ანუ ადამიანები თქოთ გადადიან ვესტბანკში, ფუძნებიან იქ, აშენებენ რაღაც გარკვეულ ლოკაციებს და მე ისრაელის არმია ვალდებულია რომ ეს ადამიანები დაიცვას. და ამას ძალიან დიდი კრიტიკა მოსდევს, რომ ეს არის რაღაც სეტლერ კოლონიალიზმი. აქაც იგივე არგუმენტი მოდის, რაც თავის დროზე, ხო. ხო, იმიტომ რომ ისევ რა ხდება აქ, ხო? არგუმენტი რა არის? როდესაც
შენ შედიხარ თქვა ამ ტერიტორიის არის ესეთ შემთხვევებიც არ შეგვიძლია დავმალოთ და თავს ესხმი კონკრეტულ ადამიანს იქ ვინ ცხოვრობს მეურნეობა აქვს და გინდა რომ გაანადგურო და დაიკავო შენ ეს ჩვეულებრივი ძარცვაა მაგრამ შენ როდესაც შედიხარ ცარიელ ტერიტორიაზე აშენებ ახალ სამოსახლოს და ქმნი ეკონომიკურ რესურსს ამით არავის უფლება არ იზღუდება. ხო, უფლება შეიზღუდებოდა მაშინ, როდესაც იქ არის სუვერენული სახელმწიფო, იქ არის თქვათ, იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლებები, იქ არის რაღაც კონკრეტული სახელმწიფო და შენ შედიხარ და მე ამ ტერიტორიებს იკავებ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ნებართვის გარეშე, ასე ზღუდავ ვიღაცის უფლებას, ხო? მაგრამ შენ როდესაც შედიხარ იქ, სადაც უფლება საერთოდ არ არსებობს და ქმნი რაღაც გარკვეულ დოვლას, რაღაც გარკვეულ რესურსს ხარ პროდუქტიული და ხარ წარმატებული, მე ვიღაც კი წინააღმდეგება რომ არა გაქვს უფლება. მათი არგუმენტი არის ტრაიბალური ისე და ისე. არა გაქვს უფლება, იმიტომ რომ აქ ისტორიულად შენ არ გიცხოვრია, მაგრამ თუ არავის არ უცხოვრია და შენ აშენებ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. მან არგუმენტი არის, რასაც მოგედავებიან ის, რომ გვერდზე არაცივილური მეზობელის დაპყრობის საშუალება გაქვს მაშინ და შეიძლება დაიპყრო და მან მოაწყო თქვა აი ცივილურობის ცივილიზაციის გავრცელების მოტივით, თქვათ, გაიცხადა ეს ტერიტორია. შენთვის მისაღებია ეს. ეს არ თქვა, რომ შეგვეძლოს, რომ რუსეთს რავე ტერიტორია გამოვგლიჯოთ და რუსეთს არ აქვს ხო არანაირი უფლებები არ აქვს. ხო, და შესაბამისად მაგ არგუმენტით რუსეთს რომ რამე ტერიტორია გამოვგლიჯო და იქ რაღაც შეიტანო ესეთ წესები და წესერი კონსტიტუცია, ეს მორალურად გამართლებული. მორალურად გამართლებულია ნებისმიერ დიქტატორს გამოიყოს თავისუფალი სახელმწიფო. თაივანი ამის ნათელი მაგალითი ან ბევრი არის დღეს ხო გამოყოფა ბევრ რაღაც გარკვეულ ლოკალურ ჯგუფებს უნდათ ზოგს ეთნიკურ ნიადაგზე, ზოგს უფლებრივ ნიადაგზე, მაგრამ აი თქვათ ჩინეთის მაგალითზე ტიბეტი ხო არის ერთ-ერთი პრეცედენტი. თუ ტიბეტი აირჩიოს რომ თქვათ შექმნას ახალი სახელმწიფო, იმიტომ რომ უფლებები სჭირდებათ, იმიტომ რომ ჩინეთი მათ უფლებებს ანადგურებს, რატომაც არ არის ჩვეულებრივ მორალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს სამ საზოგადოებას. ახლა კონფერენციაზე რო ვიყავით, იქიდან იყვნენ კატალონიიდან იყვნენ ესე ელგოსები და თავის თავზე ისინი ჩვენო არ გვიყურებთო ეგრე სერიოზულად დავდროს ჩვენს დაჩაგრულები ვართო წუწუნები. ხო, მაგაზე შეგვიძლია უფრო ვიდეოთ ვიდრე თქვათ იქ სადაც სწორედ მაგ არგუმენტით. რადგან არ არის თქვათ დიქტატორია, სადაოა ეგ უფრო მეტად, მაგრამ ხო ისე და ისე ანუ არა თავისუფალ სახელმწიფოებს უფლებები არ აქვთ, იმიტომ რომ შენ თუ გინდა როგორც კოლექტივმა, ანუ სახელმწიფო უფლება მიიღო პირველ რიგში, შენ შიგნით უნდა გქონდეს უფლებები მოწესრიგებული. შესაბამისად, ნებისმიერი თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან იქ ყოფი ინდივიდის უფლებებს თავს და არა როგორც ასე კოლექტიურ უფლებას. და მათ აქვთ უფლება რომ დაიცვან ის უფლებები, რაც აქვთ აღიარებული. მაგრამ როცა შენ თავს იცავ თუ თავს ესხმი, თქვა არა თავისუფალ ქვეყანას, რომელიც თავის შიგნით ვერ აღიარებს უფლებებს, ხო ნაცისტური გერმანია იქნებოდა ეს, საბჭოთა კავშირი იქნებოდა ეს, იქ არავის უფლებას არ ზღუდავდა, პირიქით იმ სახელმწიფოში თუ ვიღაცას უფლებები ნამდვილად ადარდებს, შენ დაგიჭერს ხარსა, დღეს ნახულობთ ირანში რამდენი უჭერს ხარს ისრაელს და ირანში რამხელა მიმდევრები ყავს ნეთანიაჰუს თუნდაც. ხო, აი ნეთანიაჰუ ახსენე და როგორ იზღვევ თავს, აი შენ მხარდაჭერაში, რომ თქვათ აი ეს ეჭვი არ გაქვს, რომ შეიძლება პოლიტიკოსმა და თქვათ ნეთანიაჰუსნაირმა პოლიტიკოსმაც მათ შორის გამოიყენოს ეს და საერთოდ აი ეს ყველაფერი მოაწყოს, იმიტომ რომ იგივე ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. აი ამას როგორ აი აქაც და არის ხო რაღაცა ისენი ვთქვათ ბრალდებები ნეთანიაჰუსაც. კი, მთავარი აქ არის რომ ჩვენ როცა უჭერთ ისრაელს ხარს პალესტინის წინააღმდეგ, ასევე რატომ მორალურ არგუმენტზე და ეს არგუმენტები რაზეა დაფუძნებული უფლებები, დემოკრატია, სახელმწიფოს შტოების, ასე ვთქვათ, გადანაწილება, check and balance, სამართლიანი არჩევნები, სასამართლო და ეს მთელი საკითხები. ამის გამო თუ უჭერთ ხარს ისრაელს პალესტინის წინააღმდეგ, ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ამ კონკრეტული პრინციპების დაცვა. და ისრაელის კრიტიკა ყველა იმ მიმართულებით, სადაც ეს პრინციპები გაითელება, ხო? და ბევრი ადამიანი ასე იქცევა და დღეს რატო არის ისრაელში პროტესტი, ხო? სასამართლოს კუთხით, როცა
შეექმნა უზენაეს სასამართლოს პრობლემები, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და ძალიან ბევრი ადამიანი აპროტესტებდა ამ კონკრეტულ მოვლენას და ამ ადამიანებს ჩემი სრული მხარდაჭერა ჰქონდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია უზენაეს სასამართლო მოქმედებს თავისუფლად და დამოუკიდებლად და ის მნიშვნელოვანი პრინციპი, რამაც ისრაელი დღემდე დემოკრატიულად მოიყვანა, იყოს შენახული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დემოკრატია ამას თვითონვე აზღვევს სისტემა. და განსაკუთრებით ისრაელში სადაც არსებობს სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ყოველდღე პროტესტი არის იქ და ყოველდღე რაღაც გარკვეული ხალხი ყოველთვის ასე თქოს იცავს დემოკრატიას. მაგრამ არიან ჯგუფები, რომლებიც შეიძლება ემხრობიან ხო ამ ნათანიაჰუს პოლიტიკას და ეს არ არის მხოლოდ ისრაელის გამოწვევა და ეს დასავლეთ ევროპის გამოწვევაც არის, ამერიკის შეერთებული შტატების გამოწვევაც არის და უნდა ჩამოვაშოროთ ჩვენ კონფლიქტთან მიმართებით არ უნდა განვიხილოთ. ეს არის ცალკე პრობლემა, რომელიც უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უშუალოდ კონფლიქტს ალბათ ჩემი აზრით ნაკლებად უნდა დავუკავშიროთ, არამედ შიდა დემოკრატიული პროცესია და შიდა დემოკრატიული კრიზისია, რომელიც უნდა მოგვარდეს. ომის დასრულებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხო და აი როგორ ხო მე არ უყურებ გამოსავალი რა შეხედავ მაინც აი ზუსტად კიდევ აი ზოგადად მთლიანი კონფლიქტის გამოსავალს რა შევხედავ არის ის რომ endgame-ი რა არის რა არის რაღაც გარკვეული გაყინული პროცესი სადაც ვესტბანკი არის რომ იქ რაღაც ცდილობები რომ რაღაც სახელმწიფოებრივება ჰქონდეს და ფაქტობრივად ეს გაყინულია და ამას ალბათ ჯობია რომ ისრაელმა მოახდინოს მთელი ტერიტორიის ანექსია, ანუ ამ პალესტინური ტერიტორიის ანექსია, ამ ადამიანებს მისცეს თანაბარი უფლებები არაბებს, გარკვეულ საკითხებში, გარკვეულ საკითხებში, რაც არის ხმის მიცემა, ეს შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ეტაპობრივი. მე არ ვარ ამაში ძალიან ჩახედული, ეს როგორ შეიძლება მოხდეს, არა არის საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ თუ თქვათ ისრაელი დაიკავებს ამ ყველა ტერიტორიას, ეს თუ მოხდა და ანექსიას მოახდენს, თავის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებული ყველა მოქალაქის თანასწორი უფლება მისცეს და თქვათ ეს პრინციპი დაფუძნდეს. მაგრამ აქ არის საფრთხე, რომ ეს არაბი მოსახლეობა, ახალი არაბი ამორჩეველი იქნება და ისრაელში როგორ მოხდება, ასე თქვათ, პოლიტიკის გადანაწილება, ხო? ანუ ფაქტობრივად ამოაყირავებს დღევანდელ მოცემულ სტატუს-კვოს, იმიტომ რომ თუ ეხლა დაიმატე რაღაც მილიონი ახალი მოსახლეობა ერთი კონკრეტული იდეოლოგიით, არჩევნების შედეგი ძალიან შეიცვლება. შეიძლება ცუდი მიმართულებითაც, იმიტომ რომ ამ ხალხს არ აქვს დემოკრატიის გამოცდილება, მაგრამ ეს ალბათ მოგვარებადია და აქ არის მთავარი პირველი რომ ამ საზოგადოებაში გამოცლილი იყოს ძალადობა და ისრაელის სამართალდამცავი სტრუქტურა იყოს ძლიერი, ამ კონკრეტულ ჯგუფებში, პარტიებში გამოცლილი იყოს გარე ტერორისტული თუ რადიკალური აქტორების ჩართულობა, თითოეული მოქალაქე, რომელიც ხმის მიღწევის უფლებას იღებს, ეს იყოს იმის შედეგი, რომ ეს მოქალაქეები აღიარებენ ისრაელს როგორც მათ სახელმწიფოდ, ისრაელს როგორც სახელმწიფოს, რომელმაც უნდა იარსებოს და შემდგომ რაღაც გარკვეულწილად, ეს ახლა უცბად არ ხდება, ინტეგრირდებიან ამ კონკრეტულ საზოგადოებაში ნელ-ნელა. მაგრამ ეს დღესაც ხდება, ხო? ეს ყოველთვის იქნება კონფლიქტური. ეს მე არის საუბრები, რომ თქვათ ეს იყოს რაღაც ბიზნეს ტერიტორია, როგორც თქვათ დუბაია და რაღაც გარკვეულ ერთ ლიდერს ჩააბარონ და ეს რაღაც ეს ხალხი მაგისკენ არის მიდრეკილი, ეს არგუმენტია ხო, რომ არაბები თავისი კულტურით და ისლამის პრინციპებით მიდრეკილია, რომ ერთი მართველი ყავდეს და იქ როცა დემოკრატია შეიტან, ყოველთვის დაპირისპირება გაჩნდება და ომამდე მივა და მაგიტომ არის ეს რაღაც მდიდარი სახელმწიფოები დუბაი, კატარი, ომანი და ესენი ძლიერი, იმიტომ რომ ერთი ძლიერი მონარქი მართავს. მე ამას ხარს ვერ დავუჭერ, იმიტომ რომ შეიძლება მშვიდობიანი იყოს, მაგრამ მე ამას ხარს ვერ დავუჭერ, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო მართვის მოდელი ეს ჯობია ალბათ იმას დღეს რაც არის, თქვათ, როცა დემოკრატია ავითომ და მშვიდობა გექნება, არ დახოცავენ ერთმანეთს, ტერორისტები მოდიან ხელისუფლებაში, ალბათ ჯობია ამას, რომ ხო ერთი, თქვათ, მონარქი იყოს, რომელიც მართავს და შიში არსებობს საზოგადოებაში და რაღაც მაკიაველის მიმართულება არის. პატიარო აზიაში არ მაგრამ ამას ჩემი მორალური პრინციპებიდან მხარს არ დაუჭერ და მაინც მე მიმაჩნია რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება და უნდა ქონდეს შესაძლებლობა რომ თავისუფალ სამყაროში იცხოვროს და თვითონ ხალხმა
უნდა გაიაზროს ეს და ეხლა აქვთ ძალიან კარგი მოცემულობა პალესტინელებს, რომ ეს გაიაზრონ, შეუტიონ თავიანთ უშუალო ლიდერებს და მსოფლიოს დაანახონ, რომ ხო მართლა თავისუფლება უნდათ და აღარ შეუქმნიან ისრაელს საფრთხეს და ამის შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ რა შეიძლება მოხდეს ხო ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ყველა ის საუბარი, რომ იქ მეორე სახელმწიფო უნდა აშენდეს, ამ მოცემულობით არა, მოცემულობაა, რომ ეს ძალადობრივი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ეს ფატაჰი ჩაუდგება სათავეში და მაჰმუდ აბასი და ეს თელი რაღაც საბჭოთა გადმონაშთები, რომლებიც რავი ფაქტობრივად რუსეთის მარიონეტები ბევრ შემთხვევაში, ну ამას არანაირი მორალური მხარდაჭერა არ შეიძლება ჰქონდეს. ისრაელს აქვს ანექსიის გამოცდილება, მართალია ძალიან დიდი ტერიტორიების არა, მაგრამ იერუსალიმის ანექსია მოხდა ნაწილის და გოლანის მაღლობების ანექსია მოხდა, ხო? ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აქ ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე, მიენიჭა თანასწორი უფლებები და დღესაც აი სირიაში რომ მიმდინარეობდა ის რაც ხდებოდა, ის ნაწილი დრუზების ითხოვდნენ ისრაელის ანექსიას კიდევ მეტ ტერიტორიაზე, რომ მათ ერჩინოთ, რომ უფრო თავისუფალ გარემოში ეცხოვრათ და ასეთი მსაუბაც თუ იქნება არაბ ხალხში. აქ თავარი არის ეს რაღაც გარკვეული ტრაიბალური მიდგომა, რაც ხშირ შემთხვევაში ბევრ ქართველსაც აქვს სხვა ერების მიმართ. თავარია რომ ინდივიდი ამ ტრაიბალური მიდგომისგან განთავისუფლდეს. თავარი არ არის რაღაც გარკვეული ტრაიბალური ღირებულება, თავარი არის თავისუფლება, თავარი არის შენი როგორც ინდივიდის დაცული ღირსება და შენი როგორც ინდივიდის დაცული უსაფრთხოება და ეს ალბათ ამ ტერიტორიაზე ისრაელს შეუძლია მოამარაგოს. ბევრი ადამიანი არის, ვინც თქოთ მე მყავს მეგობრები, ვინც არის არაბი, თქოთ გადასული ისრაელში და მე იგი დამკვიდრებული ხო ზოგმა რაღაც დევნილი სტატუსი მიიღო, ისრაელმა შეიფარა და მათთვის ისრაელი მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენდა. მე რომ მაქვს ამ ადამიანების მაგალითი, მე მგონია რომ ყველა შეუძლია რომ ასე ვთქვათ ამ მიმართულებით წავიდეს და ააშენოს თავისუფალი მომავალი, აიშენოს პირადი თავისუფალი მომავალი და თავისუფალი გარემო. ხო, საინტერესოა, იმიტომ რომ თვითონ ტრაიბალიზმში ისრაელსაც ადანაშაულებენ და ეს რაზეც ვაკრიტიკებდი ხო ეს ტრაიბალური არგუმენტები, ტრაიბალური პარტიები, რომლებიც ითხოვენ, რომ ისრაელი იყოს არასეკულარული, არამედ პირიქით არდემოკრატიული სახელმწიფო და ფაქტობრივად ზოგი იმას ითხოვს, რომ ისრაელი რაღაც არაბული ტიპის სახელმწიფო გახდეს და ეს დაუშვებელია ჩემთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელი დაეფუძნოს იმ დაფუძნების თავალ პრინციპებს 48 წლის, რაზეც ბენ-გურიონმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია რაზეც დაფუძნდა იმ ძირითად იდეებზე დაეფუძნოს და ასე გააგრძელოს თქვათ არსებობა როგორც თავისუფლების ბასტიონმა. იმიტომ რომ თუ ასე არ გაგრძელდა ის მორალურ ღირებულებას, ჩემთვის და ბევრი ადამიანის დაკარგავს და დაემსგავსება ჩვეულებრივი რიგით არაბულ სახელმწიფოს, სადაც ისტორიული არგუმენტი დარჩება ერთადერთი და სხვა არაფერი. ძალიან საინტერესო, მე მგონი რაღაც დონეზე, ვთქვათ, მსმენელის ინტერესი დავაკმაყოფილებთ აქეთ პოზიციაზე, დარწმუნებული ვარ, ვთქვათ, გვეყოლება მსმენელი, ვისაც ვთქვათ, შეკამათება მოუნდებოდა შენთან და ვთქვათ, იფიქრებდა, რომ ბევრი არგუმენტი აქვს, თუნდაც მორალური კუთხით. მე გამოვაცხადებ ერთ რამეს თუ შეიძლება, მოხდება ლექცია ამ თემაზე. კი ბატონო. როგორც მივაწვდე რამენაირად ხმარჩენის კომენტარში ვთქვათ მოწინააღმდეგე იქნება და ლექციაზე ყველა შეუძლია მოსვლა და დასწრება და ანუ ინვეს თუ სურვილი ექნება აქაც მე მზად ვარ გიმასპინძლოთ ან ნებისმიერ ვთქვათ მსურველს ვისაც საპირისპირო პოზიციას და საპირისპირო პოზიცია ვთქვათ ბევრისგან შეიძლება მოდიოდეს ამიტომ ისეთი თემა ახლა ნეტა შეიძლებაოდეს ამ კონფლიქტის დასრულება და რაღაცა გზის გამონახვა მთელი ვთქვათ აი მწევლა ამ კონფლიქტის არის ის რომ არსაიდან არ ჩანს საბოლოოდ გამოსავალი ის ძაფი რომელთაც შეიძლება რაღაცნაირად დასასრულისკენ წავიდეს რა მაგრამ ნუ არგუმენტები შენი აბსოლუტურად გასაღებია ჩემთვის მისაღებია მიუხედავად იმისა რომ მე თვითონ ესე აქტიურად არ პოზიციონირებ როგორც ვთქვათ მხარდაჭერაში ნუ ჩემი უფრო კულტურის დაინტერესებაც არის და ესეც ჩანს ყველა ადამიანს აქვს თავის მიმართულება რა მოწონს ხო მე არ ვარ დაინტერესებული სიმართლე რო თქვა აი ეს რუსეთის პოლიტიკით და მიუხედავად იმისა რომ ჩემი ქვეყანას ეხება როგორც ინდივიდს არ მაქვს დაინტერესება ანუ ვთქვათ
ამ ისტორიის ზედმეტყველში ხო აი ყველა ადამიანი ყველაფრით ვერ იქნება დაინტერესებული. ჩემი რა ვიცი ადრეული ასაკიდან დაინტერესება ყოველთვის იყო ახლო აღმოსავლეთი, საქართველოს ისტორიიდანაც ახლო აღმოსავლეთის თემები მაინტერესებდა და დღეს შეიძლება ეს არის ამით უფრო არის გამოწვეული ამ რეგიონში. ეს მოგზაურობ ამ რეგიონში. ვიღაცის შეიძლება არის ჩემი ძალიან მეორე მეგობარი, ჩინეთი, თაივანი აინტერესებს და მთელი პოსტები თაივანზე აქვს, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გონია მაინც ეს მორალური მეტნაკლები ხარდაჭერა ყოველს მიმართ და უკრაინასაც ძალიან დიდ ხარდაჭერა ჩემი მხრიდან და უკრაინაში ჩავდივარ რომ ეს ხარდაჭერა თქოთ იყოს ხოლმე გამოვლენილი, მაგრამ მაინც ჩემი ძირითადი აქტივობა ისრაელზე, იმიტომ რომ ეს რეგიონი უფრო მაინტერესებს და ამ რეგიონში რაღაცნაირად ვარსკვლავი გახდა ეს ქვეყანა რაღაცნაირად ამოვარდნილია. ხო, საინტერესოა და უფრო მეტი ცოდნაც ახლა ყველაფერზე არ მაქვს, მაგრამ უფრო მეტი ცოდნა ამ რეგიონზე მაქვს და ამ რეგიონზე მინდა რომ ვისაუბრო, ხო? და ასე შეუძლია ყველა ადამიანს არ არის აუცილებელი ყველაფერში დაინტერესდეს, მაგრამ აუცილებელი არის ის, რომ თუ კი რამეზე აზრი გვაქვს, მორალური აზრი იყოს და სწორად გამართლებული აზრი იყოს, არა ტრაიბალური და არა ისეთი, რომ ჩემი ქვეყანა სამგომარეობაში ტრადიციების ავტომატურად გამეორება, არამედ ნაფიქრი, რაციონალური, ფაქტებზე დაფუძნებული და მორალური. რაშიც აბსოლუტურად გეთანხმები და მიხარია, მე დარწმუნებული ვარ, ეს პირველი ჭირდა შენი სტუმრობა და ბევრი საკითხი იქნება, რაზეც მომავალშიც მომიწევს შენი მასპინძლობა. დიდი მადლობა. საინტერესო.